მეგობრებო, სანამ თქვენ გეძინათ, კიდევ ერთი რთული ღამე იყო ირანში, სადაც საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო ძლიერდება. ვიდეო კადრებს პრინციპში უკვე ნახავდით. ქვეყნდება სხვადასხვა ქართულ მედია საშუალებებში ეს ვიდეო კადრები. ამ ვიდეოში კი ვისაუბრებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანზე, სინამდვილეში რა ხდება ირანში, რას საუბრობენ ადგილობრივები. ეს ინფორმაციები ძალიან რთულად გამოდის იქიდან. ასევე რა რეაქცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას, რას აპირებს რეალურად დონალდ ტრამპი ემზადება თუ არა საპროტესტო მოძრაობაში ირანელების დასახმარებლად და ძალიან ბევრ ძალიან საინტერესო დეტალს, რატომ დაიწყო, როდის დაიწყო და ასე შემდეგ. ჩაუჯექეთ ამ ვიდეოს და დავიწყოთ. ზოგადად ირანში ბაზრის მოვაჭრეები და ზოგადად ვაჭრები ძალიან გავლენიანი ხალხია, მათ შორის 1979 წელს მუსლიმური რევოლუცია მოხდა ქვეყანაში და ირანის ისლამური რესპუბლიკა შეიქმნა. სწორედ ძალიან დიდი როლი შეასრულეს ბაზრის მოვაჭრეებმა, რომელმაც საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზაცია მოახდინეს, სწორედ მაშინდელი ირანის შაჰის წინააღმდეგ. სწორედ მათ დაიწყეს ახლაც ეს საპროტესტო მოძრაობა და განსხვავებით 2022 წლისგან, როცა მაჰსა ამინის გამო დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, ეს იყო ქურთი გოგონა, რომელიც დააკავა მორალის პოლიციამ და ამ დაკავების დროს დაიღუპა ან მოკლეს სწორედ ირანელმა პოლიციელებმა და მიზეზი ის იყო, არ ჰქონდა დაცული თავსაბურავით და მერე ამან გამოიწვია დიდი პროტესტები, თუმცა მსგავსი მასშტაბი არ მიუღია მაშინ პროტესტს, როგორც ახლა არის და ამას უკავშირებენ სწორედ ამ ვაჭრების დიდ გავლენას. თუმცა ამ ვაჭრების გარდა ირანში ისედაც არ არის კარგი სოციალური მდგომარეობა, ძალიან გაუფასურდა ირანული ვალუტა და იმატა სიღარიბემ და ამან ახლა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოხდა ვენესუელაში, ცხადია მიიღო ესეთი მასშტაბები, რა მასშტაბებიც არის. დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ამბობენ, ახლა მიდევს ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსების პოზიციები, მოახდინა დიდი გავლენა ასევე ირან-ისრაელის იქ რამდენიმე დღიანმა ომმაც და მოკლედ მას შემდეგ რაც ირანის ხელისუფლებამ მაღაზიების ფლობელები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ხელოვნურად უმატებდნენ ფასს პროდუქტებს, დაუწესა რაღაცა კონკრეტული თანხა, რომელიც იქითაც არ უნდა გაიყიდათ, რომელიც მაღლაც არ უნდა გაიყიდათ პროდუქტები. ამის გამო ვაჭრები ამბობდნენ, რომ ვერ ახერხებდნენ ბაზრების ახალი პროდუქციით შევსებას და 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო პროტესტი და ეს პროტესტი დაიწყო სწორედ თეირანში, ალაედინის სავაჭრო ცენტრში, სადაც მაღაზიის მებადრეებმა დახურეს თავიანთი მაღაზიები და გაიფიცნენ. და ამ ადგილების გარშემო საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და ეს მერე მაშინ ინტერნეტი გამართული იყო და სურათები და ვიდეოები გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ირანელებმა ნახეს. ამის შემდეგ უკვე ჯონფურის ქუჩაზე ან მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა პროტესტმა. ასევე ირანში რკინის მოვაჭრეები შეუერთდნენ ამ პროტესტს და დახურეს თავიანთი მაღაზიები და მერე უკვე დაიწყო დიდი პროტესტი, რომელიც ყველამ ნახა სხვადასხვა ქალაქებში. თავიდან ვაჭრები სკანდირებდნენ ლოზუნგებს არასწორი ეკონომიკური მართვის წინააღმდეგ და სხვა შორის მერე პეზეშკიანი გამოვიდა ირანის პრეზიდენტი და თქვა, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, თავიდან არ ქონდა ეგეთი სოციალური ფართო მასშტაბი არ ქონდა ამ პროტესტს, ხოლო და იმ მიდამოებში იყო ეს პროტესტი, როგორც გითხარით, თეირანის ქუჩებში და პეზეშკიანი გამოვიდა, რომელსაც სხვა შორის ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა ირანელი ახალგაზრდების მხრიდან, ის დაპირდა ირანელ ახალგაზრდებს, რომ შეამცირებდა დაწოლას ირანული მორალის პოლიციის მხრიდან ახალგაზრდებზე, შეამსუბუქებდა აი ამ მოთხოვნებს, რაც აქვს რელიგიური მოთხოვნები, ქუჩაში თავსაბურავით გამოსვლა და შემდეგ, ამის გარდა სოციალურ ქსელებზე შეამცირებდა დაწოლას. მოკლედ ესენი ვერ შეასრულა, იმიტომ რომ როგორც ახლო აღმოსავლეთის ექსპერტები ამბობენ, იმიტომ ვერ შეასრულა, რომ უბრალოდ მას არ ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება, გავლენა არ ჰქონდა ირანის რელიგიურ ხელისუფლებაზე. ამის შემდეგ, როგორც გითხარით, გაგრძელდა პროტესტი, მეორე დღეს უკვე თეირანის სხვადასხვა ნაწილში, დიდ ბაზარში, სხვა შორის, ვინც ნამყოფია დიდ ბაზარში, იცით რა მხელა არის დიდი ბაზარი და იქ გადაინაცვლა ამ პროტესტმა. პროტესტმა მოიცვა უკვე ირანის სხვადასხვა ქალაქები, სხვადასხვა რეგიონები, სამხრეთით, ჩრდილოეთით და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული სხვა შორის დასავლეთი, იმიტომ რომ დასავლეთი არის პროქურთული რეგიონები, ქურთული რეგიონები არიან, იქ ქურთები ცხოვრობენ, რამდენიმე ასეულ 1000 ქურთი ცხოვრობს. სხვა შორის მაჰსა ამინიც იყო ქურთი და სწორედ იმ რეგიონებიდან დაიწყო მაშინ პროტესტი და ახლაც ჩვენ ვიდეოში ვსაუბრებთ ქურთები რას აკეთებენ, მას ესაზღვრებიან ერაყელი ქურთები როგორც იცით და ისინი აპირებენ თუ არა შესვლას ქურთისტანში, ირანის ქურთისტანში. ამის შემდეგ უკვე პროტესტმა გადაინაცვლა ირანის სხვა ქალაქებში, როგორც გითხარით, მათ შორის დიდ ქალაქებში, კერმანშაჰში, შირაზში და სხვაგან, თეირანის სხვა ქალაქებში, სხვა რაიონებში და უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ ამ პროტესტს. იყო სხვა შორის ესეთი ლოზუნგები, მაშინ რო გამოჩნდა ესეთი ლოზუნგები, სიკვდილი დიქტატორს, სიკვდილი ხამენეის, არც ღაზა, არც ლიბანი, ჩემი სამშობლო ირანია. ეს ძალიან საინტერესო ლოზუნგია, ვინაიდან
იმ პოლიტიკას ეხება, რა პოლიტიკასაც ატარებდა ირანი ამდენი წლის განმავლობაში. არც ღაზა, არც ლიბანი, ჩემი სიცოცხლე ირანისთვის, ჩვენ ყველანი ერთი ვართ და ალი ხამენეის წელს ჩამოაგდებენ. ეს იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი ლოზუნგები ირანში. ყოველ შორის ამის შემდეგ პეზეშკინმა მოუწოდა კიდევ ერთხელ მთავრობას, რომ მოусმინეთ საკუთარ მოსახლეობასო, ეს პროტესტი არის ლეგიტიმურიო და მიიღებს ძალადობის სახის მთავრობის მხრიდან დაშლი ძალადობრივად, რადგან ლეგიტიმური პროტესტიაო, თუმცა პეზეშკინის კომენტარებმა არ დააკმაყოფილა მომიტინგების მოთხოვნები, რომელთა სურვილები უკვე გაცდა სოციალურ მოთხოვნებს და უკვე სხვა კონტექსტი მიიღო. მაშინ დაიწყო დაპატიმრებები, სხვა შორის ჯენზე ამ ზეთაობის სტუდენტურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ 11 მომიტინგი იყო დაკავებული, მერე მოგვიანებით რამდენიმე გაათავისუფლეს. პირველი ეგეთი მნიშვნელოვანი მსხვერპლი ამ პროტესტმა მაშინ მიიღო, როცა 31 დეკემბერს ლორესტანის პროვინციაში კუხდაშტში გამართული საპროტესტო აქციის დროს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ამირ ჰესამ ხოდაიარი ფარდი ირანის უსაფრთხოების ძალებმა პირდაპირ დამიზნებით მოკლეს. ამის შემდეგ გამოაცხადა საპროტესტო მოძრაობამ, რომ ვინც ესროლა პროტესტის მონაწილეს იყო ბასიჯის წევრი, ანუ მორალის პოლიციის წევრი. ამის შემდეგ უკვე დაიწყო შეტაკებები, დაშავდა პოლიციელებიც, მათ შორის ბასიჯის წევრები და თაუგვე ამის მერე მთავრობა მიიღო ცივი ამინდი, მიზეზად მოიფიქრა ცივი ამინდი და ქვეყნის უმეტეს ნაწილში ბიზნესების სრული დახურვის ბრძანება გასცა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ რეალური მიზეზი ამის იყო ის, რომ პროტესტი სრულად ჩაეხშოთ და ირანის 31 პროვინციიდან 21-ში ბიზნესები სრულად დაიხურა. ამის შემდეგ ირანის ხელისუფლება შეიცადა რაღაცნაირად ისე სოციალურ კონტექსტში დაებრუნებინა პროტესტი და გადააყენა ცენტრალური ბანკის ახალი გუბერნატორი ქვია იქ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს და ცენტრალური ბანკის ახალი გუბერნატორი დანიშნა, ეს იყო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, თუმცა ამან ცხადია პროტესტს ჩახშობისკენ ვერ უბიძგა. პროტესტის მეხუთე დღეს ეს იყო უკვე 1 იანვარი 2026 წლის თეირანის ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის მუშები და თანამშრომლები გაიფიცნენ, მათ მუშაობა შეწყვიტეს და ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ: თქვენ იცით, მონდომებით მხარი დაუჭერეთ პროტესტს. ამის შემდეგ უკვე უფრო რადიკალური სახე მიიღო პროტესტმა 2 იანვარს უკვე დასავლეთ ირანში, ეს არის ჰამადანის რაიონი და ჩვენ ვისაუბრეთ დასავლეთ ირანში ვინ ცხოვრობს. სადაფის რაიონში მომიტინგეებმა მეჩეთზე თავდასხმას სცადეს, მაგრამ ისინი პოლიციამ ხელისუფლებამ შეაჩერა. 3 იანვარს უკვე პროტესტის გეოგრაფია გაიზარდა და უსაფრთხოების ძალებიც უფრო დიდი მონდომებით ჩაერთნენ ამ პროტესტის ჩახშობაში. სწორედ 3 იანვარს გააკეთა დონალდ ტრამპმა პირველი გაფრთხილება ირანის ხელისუფლების მიმართ, თუ ისინი მომიტინგეებს ესროდნენ, შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მივიდოდა და ხამენემ უპასუხა 3 იანვარსვე, რომ ჩვენ მტერს არ დაუთმობთ არაფერსო და განაცხადა, რომ ამბოხებულები თავიანთ ადგილებზე უნდა დარჩნენ. ამას უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაგმო ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ხდება ირანში მომიტინგეების პროტესტის ჩახშობა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ნელ-ნელა ირანში ინტერნეტის გამართვა. ცნობილი ინტერნეტ პროვაიდერები საუბრობდნენ იმას, რომ ირანში ინტერნეტ ტრაფიკის 35% შემცირდა. ირანელი ინტერნეტ მომხმარებლები საუბრობდნენ, რომ ხშირად ითიშებოდა ინტერნეტი და ნელი კავშირი იყო და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო დღეისათვის მხოლოდ 2% ადრინდელი ტრაფიკის მხოლოდ 2% ფიქსირდება ირანში და ალბათ უკავშირდება იმას, როგორც წერენ, რომ მოსაზღვრე რაიონებში ხდება ინტერნეტის Wi-Fi-ით დაჭერა მეზობელი სხვა სახელმწიფოების რაიონებიდან, ან მობილური ინტერნეტი გადაფარვა ხდება, შემოდის მეორე სახელმწიფოს მობილური ინტერნეტი მოსაზღვრე რაიონებში და სწორედ ეს არის 2%, რომელსაც საუბრობენ, რომ ინტერნეტი 2%-ია დარჩენილი ირანში. სხვაგან გამართულია ინტერნეტი, არსებობს ასევე Starlink-ები, ეს არის ელონ მასკის კომპანია, რომელიც სატელიტის დახმარებით აწვდის ირანის ინტერნეტს, თუმცა ეს Starlink-ის დანადგარები ძალიან შეზღუდულია. ირანის პოლიცია ამას ეძებს ყველგან, რომ ვის აქვს Starlink-ი და ხდება ამ Starlink-ის დანადგარების განადგურება. თუმცა ცხადია რაღაც ვიდეოები მაინც გამოდის, აღწევს ირანიდან და ეს არის სწორედ აი სასაზღვრო რაიონებიდან ან Starlink-ის კონკრეტული დანადგარების საშუალებით, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ირანში. ამის შემდეგ უკვე პროტესტმა გადაინაცვლა ირანის პატარა ქალაქებში, აქამდე არავის არ ყოფილა, მათ შორის არც 2022 წელს მაჰსა ამინის პროტესტის დროს ეს პატარა ქალაქები არავის არ ჩართულა პროტესტში და გასაგებია ყველა რომ ეხა უფრო მასშტაბურია პროტესტი. ირანის თითქმის ყველა პატარა რაიონი და ქალაქი შეუერთდა ამ პროტესტს. აი 6 იანვარს იწყება მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ პროტესტში, როცა მსხვილმა ქურთულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომელიც არის სხვა შორის ირანის პარლამენტში წარმოადგენილი, იყო უბრალოდ ადრე წარმოადგენილი და მას მერე რაც
შეიზღუდა იმ 2022 წელს ქურთული საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ შეიზღუდა მათი უფლებები, ისინი პარლამენტშიც აღარ არიან თუ არ მისლება. სწორედ 6 იანვარს რამდენიმე მსხვილმა ქურთულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის ირანის ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ, კომალამ, რევოლუციურმა მშრომელთა ასოციაციამ, ქურთისტანის მშრომელთა ასოციაციამ, ხაბატის ორგანიზაციამ, ქურთისტანის თავისუფლების პარტიამ და ქურთისტანის თავისუფალი სიცოცხლის პარტიამ მხარდაჭერა გამოაცხადეს საპროტესტო აქციების მიმართ და მოუწოდეს ირანში მცხოვრებ ქურთებს გაფიცვებისა და დემონსტრაციების ჩატარებისკენ. ეხლა მე რა ქურთული ორგანიზაციები ჩამოვთვალე, ეს არ არის ყველა ირანული, ეს არის ერაყის და სხვა ქვეყნების ქურთისტანის პარტიები, მოძრაობები, რომელმაც ყველამ ერთად მოუწოდა ირანში მცხოვრებ ქურთულ ორგანიზაციებს, რომ ჩაეტარებინათ დემონსტრაციები და მოეხდინათ გაფიცვა სხვა ქალაქებში. და პირველი სერიოზული შედეგიც მიიღეს ქურთებმა, როცა ქურთულ რეგიონში მდებარე ქალაქები აბდანანი და მალექშაჰი იატოვა ირანის უსაფრთხოების ძალებმა და ეს ქალაქები გადავიდა მომიტინგეების კონტროლის ქვეშ. ვრცელდებოდა ამის შემდეგ თეირანში, რა თქმა უნდა, გაფიცვები, ვაჭრები ძირითადად უკვე შეუერთდნენ ოქროს, ვალუტის, ქსოვილების, ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ბაზრების, ტელეფონებში მდებარე მრავალი მაღაზიაში, მოკლედ მთელი ბიზნესი გაიკაიფიცა და ატარებდნენ მჯდომარე აქციას, რომელსაც გაზის გამოყენებით, სამსადენი გაზის გამოყენებით შლიდა უსაფრთხოების ძალები. რანას შეფასებით 10 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების ლოკაციების საერთო რაოდენობა 285 იყო 27 პროვინციაში, 88 ქალაქით იყო წარმოდგენილი საპროტესტო მოძრაობა. ასევე იმართებოდა საპროტესტო აქციები 22 უნივერსიტეტში და ლოზუნგები რჩებოდა იგივე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მთელი ფართო სპექტრი, რაც ამდენი წლის განმავლობაში დაგროვდა ირანში. იმავე დღეს 6 იანვარს თეირანში, სინას ავადმყოფოსა და ილამში ირანის უსაფრთხოების ძალები შევარდნენ საავადმყოფოში და იქ დაარბიეს, ექიმებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მათ და იქ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაჭრილი და დაშავებული მომიტინგეები დაეკავებინათ, მათ დასაკავებლად შევარდნენ იქ და სამეცნიერო პერსონალმა პროტესტი გამოხატა ცხადია, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ძალადობით დაარბიეს იქაურობა, წაიყვანეს დაშავებული მომიტინგეები, დააპატიმრეს და ამან კიდევ უფრო გაზარდა პროტესტი, ვინაიდან ამან ეროვნული ყურადღება მიიღო ცხადია, საავადმყოფოში შევარდნამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდა პროტესტი. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა, მე ცადეს თვითონ გამოძიება, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა რეიდის გამოძიება და მე ანგარიშის წარდგენა. გადიოდა დღეები და თანდათან იზრდებოდა პროტესტი. სხვა ქალაქები 111 ქალაქამდე მივიდა უკვე 31 იანვარს, 31 პროვინციის 111 ქალაქამდე, 45 უნივერსიტეტი შეუერთდა და შემდეგ მოკლედ მასშტაბები პროტესტისა თანდათან იზრდებოდა. ამის გარდა ბულუჯური ნაციონალისტური მებრძოლი ორგანიზაციის სახალხო მებრძოლი ფრონტის მებრძოლებმა მოკლეს ირან შაჰრის პოლიციის უფროსი მაჰმუდ ჰაკიკატი. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური პირი, პოლიციის უფროსი, რომელიც პროტესტის მონაწილეებმა, ოღონდ არა პროტესტის მონაწილეებმა, რიგითმა მონაწილეებმა, არამედ ნაციონალისტური მებრძოლი ორგანიზაციის სახალხო მებრძოლი ფრონტის მებრძოლებმა მოკლეს და ამის შემდეგ იზრდებოდა პოლიციელებს შორის მსხვერპლი, მაგალითად ლორდეგანში სამართალდამცავი ორგანოების 2 ოფიცერი და მალექშაჰიში უსაფრთხოების ძალების კიდევ ერთი დაუზუსტებელი წევრი მოკლეს პროტესტის მონაწილეებმა. 8 იანვარს უკვე, როგორც იცით, საქმეში ჩაერთო ირანის შაჰის ტახტის მემკვიდრე ფეჰლავი, რომელმაც დემონსტრაციებისკენ მოუწოდა მთელს ირანს და სწორედ ირანის ტახტის მემკვიდრემ გაუჩალიჩა პროტესტის მონაწილეებს ინტერნეტის გათიშვა ეს ბრჭყალებში ესე შეიძლება ითქვას, ვინაიდან როგორც კი ირანის ტახტის მემკვიდრე მიმართა ირანელებს, ეგრევე გაითიშა ინტერნეტი მთელს ირანში და კარგად აქვთ დამოღამებული ირანში, ვინაიდან ადრეც ხშირად გამოუყენებიათ, ამიტომ კარგად იციან როგორ სწრაფად გათიშონ ინტერნეტი მთელს ირანში. Starlink-ის როგორც გითხარით, სატელიტური სერვისი ინტერნეტის არ შეფერხებულა, მიეწოდებოდა ინტერნეტი ირანელებს, ვინც იყენებდა Starlink-ის Elon Musk-ის დანადგარებს, თუმცა როგორც თქვი, პოლიციამ დაიწყო სწრაფადვე ამ Starlink-ის დანადგარების ძებნა და მათი განადგურება. ამის შემდეგ უკვე მომდენო დღეს აიათოლამ ხამენეიმ მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მან მომიტინგეებს მავნე პიროვნებები და არეულობის მონაწილეები უწოდა. სწორედ 8 იანვარს გააფრთხილა პირველად ტრამპმა, ესე რადიკალურად და თქვა, რომ თუ ირანის ხელისუფლება, ისლამური ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ესროლოს თავის მომიტინგეებს, მაშინ აუცილებლად ჩაერევა ამერიკა და ამერიკა ჩაერევა ძალიან მკაცრად. კითხვის დაკონკრეტების შემდეგ ხაზს გაუსვა, რომ არაპირებს იქ ამერიკელი სამხედროები ფეხი დადგან ირანის ტერიტორიაზე, არამედ იქნება ცელავრი დაბომბები და განადგურდება
მთელი ირანის ტერიტორიაზე ირანის ხელისუფლების ძლიერი პოზიციები. ამის შემდეგ უკვე სოფლიო მოიცვა თეირანისა და შირაზის საავადმყოფოების ექიმების სხვადასხვა ცნობებმა, რომ ისინი დაშავებული მომიტინგეების რაოდენობას ვერ უმკლავდებიან და ზოგიერთი დაწესებულება ისეთ რაოდენობის პაციენტებს იღებს, რომ საერთოდ შეაჩერა ჰოსპიტალიზაცია და ოპერაციები, რადგან წარმოუდგენელია უკვე ამდენი რაოდენობის ადამიანს გაუწიონ მათ სამიცნო მომსახურეობა და ისინი წერდნენ, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ პროტესტანტს თავისა და თვალების არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობა, ანუ დამიზნებით პირდაპირ ესროდნენ ირანელი პოლიციელები სწორედ ამ მომიტინგეებს თავის არეში. ახლა უკვე მე მოვყვები ინფორმაციებს თუ რას ყვებიან ადგილობრივები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან. მაგალითად, CNN-ს გაუგზავნა აუდიო შეტყობინება ქალაქ ნეიშაბურში მცხოვრებმა ირანელმა ექიმმა და მან თქვა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 30 ადამიანი მოკლეს და მათ შორის ბავშვებიც. მათ ასევე განაცხადეს, რომ 5 წლის ბავშვს ირანის პოლიციამ მაშინ ესროლა, როცა ის თედას ეჭირა ხელში. ექიმის აღწერილობის თანახმად უსაფრთხოების ძალები ფეხით მოსიარულეებსაც და განმავლობებსაც ესვრიან და საავადმყოფოში არის უკიდურესად ქაოტური სიტუაცია, ვინაიდან პაციენტებს ეშინიათ საავადმყოფოში მოხვედრის და მათი ვინაობის გამხელის, ამიტომ ექიმები ცდილობენ, რომ ხალხი ინფორმირებული იყოს და კლინიკებში კერძო მკურნალობა ჩაუტარონ და მათი ვინაობა არ იყოს გამხელილი. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც 10 იანვარს გამოქვეყნდა ირანში, ის არის, რომ თეირანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ირანის ხელისუფლებამ მოუწოდა, რომ ქუჩებიდან ვაზნები აიღონ და შეაგროვონ და გაიტანონ. ანუ ისეთ რაოდენობით იარაღის გამოყენება ხდება, რომ ვაზნები ყრია ქუჩებში. ეს რომ არ გადაიღონ ირანის პროტესტის მონაწილეება ან სხვა პირებმა და მე ეს თელმა სოფლემ არ ნახოს, ამიტომ დაავალა, რომ შეაგროვი და გაიტანეთ ეს ვაზნებიო. ამის შემდეგ უკვე რეზა ფეჰლევიმ ტახტის მემკვიდრემ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აქ უკვე უფრო რადიკალური იყო და თქვა, რომ კონტროლი აიღეთ სხვადასხვა ქალაქებზე და აღმართეთ ლომისა და მზის დროშაო და თან პირობა დაადო პირველად, რომ ის მალე დაბრუნდებოდა ირანში და ტრამპი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ირანელ ხალხს დაეხმაროსო და ხოდი ახლა ამას ყველაფერს ვერ გამხელდა, თუმცა იგულისხმება, თუ რა გეგმები აქვს ტრამპს ირანის მიმართ. 10 იანვარს ასევე Guardian-ს Starlink-ის საშუალებით დაუკავშირდა ერთი ირანელი და თქვა ასეთი რაღაცა უთხრა: ჩვენ რევოლუციისთვის ვიბრძვით, მაგრამ დახმარება გვჭირდება, სნაიპერები არიან განლაგებული ტაჯრის არგის რაიონის თეირანის ერთ-ერთი მდიდარი რაიონია შენობებზე და იქიდან ალბათ მოხალისრიან ირანელებს. კიდევ ერთი მომიტინგემ თქვა, რომ თელ ქალაქში ძალიან ბევრი მომიტინგე არის დახვრეტილი და თქვა, რომ მან ასობით ცხედარი ნახა ირანის ქუჩებში. კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ უსაფრთხოების ძალებმა ძალიან დიდი რაოდენობით მომიტინგეები დახოცეს და ისინი ესვრიან ირანელ მომიტინგეებს. ამის შემდეგ უკვე ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვეთრი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის უყურებს ირანის თავისუფლებას და შესაძლოა ისევ როგორც არასდროს ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ირანის დასახმარებლად. ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა ირანულ წყაროებში. ირანის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ მომიტინგეებს შესაძლოა ბრალი წაუყენონ ღვთის მტრობაში, ანუ მოჰარების ბრალდებაში, რაც არის სიკვდილით დასჯადი ბრალდება და გასაგებია, რომ ხა თუ არ ჩაერია დასავლეთი ან ირანში არ მოხდა მკვეთრი ცვლილება, რადიკალური ცვლილება, ძალიან ბევრი ადამიანი დასჯიან სიკვდილით ირანში. ამის შემდეგ უკვე არ არსებობს არანაირი ინფორმაცია შეკრებისა და პროტესტის გაგრძელების შესახებ თეირანში რა ხდება. პერიოდულად რაღაც ვიდეო ქვეყნდება, მაგრამ აი პროტესტი რას მოიცავს და ამ შემდეგ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა Associated Press-მა მოიპოვა თეირანის ერთ-ერთ ქალაქ საადად აბადში მიმდინარე დემონსტრაციების ფოტო და თქვა, რომ ეს იყო ვიდეო თვალთვალის ჩანაწერი და იქ ჩანდა, რომ ისფაჰანში მომიტინგეებმა ბენზინის ბომბები გამოიყენეს და სუმცირე ერთი პროტესტანტი ტყვიამ ქვერფსაც ისროდაო, როგორც ნაჩვენებია იმ ვიდეოში. ახლა უკვე გადავიდეთ ანალიზზე, სლოგანებზე, რა სლოგანებს იყენებენ და შემდეგ ვინაიდან ვიდეოს თქვენ ისედაც ნახულობთ ხოლმე და ესეთი ანალიზი ჯობია ხოლმე, აი ხა პატარა ვიდეოების დადებას, ვინაიდან ესეთი ვიდეოები ძალიან ბევრი ქვეყნდება ქართულ მედია სივრცეში. სიმბოლოები, რა სიმბოლოებს და სლოგანებს იყენებენ? ძირითადად იყენებენ, რა თქმა უნდა, ფეჰლევის დინასტიის ისტორიულ მინიშნებებს და იყენებენ აი ცნობილ ლომისა და მზის დროშას, რომელიც რამდენიმე დემონსტრაციაზე აფრილავდა, მათ შორის რა თქმა უნდა, თეირანში, ირანის დედაქალაქში. ჩამოვთვალოთ ახლა სლოგანები, ეს არის სიკვდილი დიქტატორს, სიკვდილი ხამენეის, რეზა შაჰ დალოცული იყო შენის სული, რეზა შაჰი იყო რა თქმა უნდა ირანის შაჰი, არც ღაზა, არც ლიბანი, ჩემი ცხოვრება ირანისთვის ეს თქვით უკვე, ნუგეშინია ჩვენ ყველანი ერთად ავართ, ესეც
ცნობილი სლოგანი, რომელსაც იყენებენ დღეს ირანელი მომიტინგეები, ასევე უსინდისო სამარცხვინო, თავისუფლება, 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 დიდხანს იცოცხლოს შაჰმა, სხვა შორის ყურადღება მისაქცევი სლოგანია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სლოგანი, ეს არის საბოლოო ბრძოლა, ფაჰლავი დაბრუნდება. შაჰის სახში მოდის ზაჰაკი დამხობილია, ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სლოგანი, ეს ზაჰაკი არის სპარსული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი, ეს არის ტირანი და ეს მიუთითებს ზაჰაკის დამხობა შაჰის ხელისუფლების დამხობის სიმბოლოზე და ეს ახლა ძალიან საინტერესო მიგნება არის ირანელი ახალგაზრდების მხრიდან და შეუძლია სხვა ქვეყნებსაც თავიანთ მითოლოგიურ სამყაროს შეეძებონ სწორედ ასეთი ტირანები. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სლოგანი, ეს უკვე არის როგორც შაჰის წინააღმდეგ, ასევე რელიგიური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული სლოგანი, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი სკანდირებს ასეთ რაღაცას: არა მოლა, არა შაჰ. ირანის ხელისუფლების კიდევ ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მინდა გესაუბროთ. ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ისინი არ ენდობიან ირანულ პოლიციას იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადავლენ მომიტინგეების მხარეს, ამისთვის მათ ყავთ სარეზერვო ძალები და ეს სარეზერვო ძალები ვინ არიან? მათ ერაყიდან ჩაიყვანეს ირანში სხვადასხვა საპოლიციო და დაქირავებული ძალები. ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალები, არაბულენოვანი დაქირავებული მებრძოლები, ლიბანური ჰეზბოლა, ავღანური ლივა ფატემიონი და სხვა ძალები, ისინი უკვე 2 იანვარს ჩაიყვანეს ირანში და ისინი ეხმარებოდნენ სწორედ საპროტესტო აქციების ჩახშობაში. 6 იანვარს უკვე ერაყის შიტური მილიციის დაახლოებით 800 წევრი ჩავიდა ირანში, მათ შორის კატაიფ ჰეზბოლა, ჰარაკატ ალ-ნუჯაბა, საიდ ალ-შუჰადა და ბადრადი. ესენი ირანში ჩავიდნენ სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და იყო ეგეთი მიზეზი, რატომაც ჩაიყვანეს თითქოს წმინდა ადგილების მომლოცველობის დაცვა. თუმცა ცხადია, ხა ისინი ამისთვის არ ჩაუყვანიათ, ისინი აჰვაზის ბაზაზე შეკრიბეს და შეკრიბეს იმისთვის, რომ შემდეგ სხვა საპროტესტო აქციების ჩასახშობა და სახმარებლად სხვადასხვა რაიონებში გაეგზავნათ. ცხადია, მე ხევ საუბრობ ამას აქედან საქართველოსდან და ხა ამერიკელებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და ამიტომაც შეერთებულ შტატებმა ირანი გააფრთხილა, რომ უცხოელი მილიციები თუ გამოიყენებოდა საპროტესტო აქციების ჩასახშობა და ეს იქნებოდა ცხადია წითელი ხაზი. ეხლა რა რეაქციებია საზღვარგარეთ? ირანზე ჩვენ ვისაუბრეთ, აიათოლამ ისაუბრა, რომ მომიტინგეები მავნეპიროვნებები არიან, პროკურორმა ისაუბრა, რომ ისინი სიკვდილით დაიჯებიან ირანელი მომიტინგეები, სასამართლოს უზენაესმა მოსამართლემ განაცხადა, რომ არეულობის მონაწილეებისთვის საჯელი იქნება ძალიან მაქსიმალური გადამწყვეტი და ყოველგვარი სამართლებრივი შეღავთების გარეშე და მოდი ვთქვათ რა საერთაშორისო რეაქციებია. საერთაშორისო რეაქციებზეც ნაწილობრივ ვისაუბრეთ, ტრამპზე ვისაუბრეთ, უკვე რაც თქვა და წითელი ხაზები რაც დაუწესა ირანს, ასევე ევროპის საგარეო საქმეთა ქმედების სამსახურმა თავშეკავებისგან მოუწოდა ირანის უსაფრთხოების ძალებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სხვა შორის ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი ეთანხმება ირანელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის. ასევე მან ახსენა შესაძლებლობა, რომ ირანელი ხალხი საკუთარ ბედს, საკუთარ ხელში აიღებს. ანუ ამის გარდა პირდაპირ მხარდაჭერა მომიტინგეებს გამოუცხადა და ირანულ ოპოზიციას გამოუცხადა ნაქშბანდის ორდენის მეომრების არმიამ და ირანის რეჟიმს თაღლითური მოლების რეჟიმი უწოდა. ეს ორდენის მეომრების არმია არის ერაყული ძალები და შესაბამისად ეს ორდენის მეომრების არმია არის ერაყის მოქალაქეებით დაკომპლექტებული. და ვიდეო დავასრულოთ პატარა მცირე ანალიზით სხვადასხვა ძალებზე, რა ძალებიც მოქმედებს დღეს ირანში. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვთქვათ, ირანელი ბაზრის ვაჭრები, რომლებიც იყვნენ აქამდე ირანის ისლამური რესპუბლიკის დიდი მოკავშირეები და სწორედ მათი დიდი ძალისხმევით მოახერხეს ისლამურმა შესაბამისმა მაღალმა სასულიერო პირებმა შაჰის ჩამოგდება და ეხლა პირიქით არის ისინი განუდგნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირებს და ისინი ჩართული არიან, მათ დაიწყეს ეს პროტესტი რეალურად და ცხადია კიდევ უფრო ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ის რომ 2025-26 წლების შემოთავაზებული მთავრობის მიერ შემოთავაზებული ირანის ბიუჯეტი მათ არ აწყობდათ, ეს იყო რა თქმა უნდა მთავარი ამ პროტესტის დაწყებისას და იქ იგულისხმებოდა, რომ ახალი წლიდან ირანის ახალი წელი როგორც იცით 21 მარტს იწყება, იზრდებოდა გადასახედები, დიდი ზრდა იყო მოსალოდნელი და ცხადია პრიორიტეტი ენიჭებოდა დეფიციტურ ხარჯებს და ამან ცხადია იმოქმედა ირანის ეკონომიკის ამ მიმართულებაზე, ვაჭრებზე, რომელმაც დაიწყეს დიდი პროტესტი, რომელიც სხვა შორის არ იყო თავიდან ესეთი მასშტაბური და არავინ არ ელოდა, რომ
თქვათ ასეთ სახეს მიიღებდა, მაგრამ მიიღო ესეთი მნიშვნელოვანი სახე. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ 2025-26 წლის საპროტესტო აქციები მახსა ამინის 2022 წლის საპროტესტო აქციებისგან იმით განსხვავდება, რომ გეოგრაფიულად უფრო ფართოა და მოიცავს პატარა ქალაქებს და არა მხოლოდ დიდ ქალაქებს და მასში ჩართული არიან სტუდენტები, მუშები, ქალები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა და კონტექსტიც არის განსხვავებული. აქ უკვე ტრამპი არის ჩართული საქმეში და მისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკა, ხასიათი და ბაიდენის მიდგომისგან განსხვავებით, როცა ის ავღანეთიდან გამოვიდა ისე როგორც გამოვიდა და საერთაშორისო პოლიტიკაში, საერთაშორისო ესეთ დიქტატორულ ძალების დასრულებისკენ არ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს, განსხვავებით ტრამპისგან. ტრამპი უკვე პირდაპირ დგამს ეგეთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც მსოფლიო დემოკრატიას ეხმარება ძალიან კარგად და ტრამპისტებმა შეიძლება იამაყონ იმით, რომ მართალია ტრამპის სიტყვები ცოტა გაურკვეველია ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ტრამპის გადადგმული ნაბიჯები ძალიან კონკრეტული და მკვეთრია მსოფლიო დიქტატორების დასასრულებლად და აქ იგულისხმება ცხადია რუსეთის მოკავშირე დიქტატორები, რომელიც დასრულდა თითქმის ყველგან და დასრულდება ეს საქმე იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, ბოლომდე რუსეთის ყველა მოკავშირე ძალები იქნებიან დასრულებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. და ყველა ასეთი დიქტატორის საბოლოო ლოკაცია, სადაც ისინი გაიქცევენ, არის მოსკოვი და Times-მა თქვაც კიდევაც, რომ იანვრის დასაწყისში ხამენეისაც ჰქონდა გაქცევის გეგმა, რომლის მიხედვითაც ხამენეი და მისი 20-მდე თანამზრახველი, რა თქმა უნდა, ხამენეის ოჯახის წევრებთან ერთად მზად იყვნენ მოსკოვში გაქცეული იყვნენ, მათ შორის იყო ხამენეის ვაჟი, მუშტაბა ხამენეი, თუმცა ეს გეგმა იმ შემთხვევაში იქნებოდა სისულელში მოყვანილი, როცა უსაფრთხოების ძალები მომიტინგების მხარეს გადავიდოდნენ და თქვა ისრაელის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, რომ გაქცევის შემთხვევაში მოსკოვი იქნებოდა ხამენეის გადასახლების სასურველი ადგილი და მოსკოვში გაიქცევიან სწორედ მსგავსი დიქტატორები, სანამ რუსეთშიც დიქტატურა არ დაეცემა. ამ ვიდეოში რაც მინდოდა მესაუბრა სულ ეს იყო, პრინციპში ცოტა გძლად კი გამომივიდა, მაგრამ მთელი კონტექსტი ვისაუბრე, ასევე მიმდინარეობა ამ პროტესტისა, რაც ირანშია ამ დრომდე გრძელდება და სხვა ვიდეოებში უკვე გავგრძელოთ საუბარი იმაზე, თუ რა შედეგი იქნება ირანში პროტესტს, ჩაერევა თუ არა ამერიკა და დასრულდება თუ არა ირანში დიქტატურა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. მეტი მსგავსი ვიდეოთვის გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო.